ახლა ერთ გოგონას ვუსმენდი, საუბრობდა კანადაზე და ამერიკაზე, რომ ოჯახის წევრებს ფულს უხდი, ანუ მე ამერიკას არ შევეხები, იმიტომ რომ არ ვიცი, მე ვცხოვრობ კანადაში, მე არ ვიცი ამერიკაში როგორ არის. და ამიტომ ვიტყვი, როგორ ხდება კანადაში. რადგან გამოვიარე ეს ყველაფერი და მივხვდი რა სამართლიანია, უმერთო ჩემო ეს ცხოვრება, როგორ ლაგდება ყველაფერი, გესმით, მე წლების უკან ესე ტიროდი, ღმერთს თხოვდი, რომ რატომ მეთქი, კიდე რა შეცდომას უშვებ, რა გამოვასწორო მეთქი ჩემ თავში, ანუ ამას რატომ მიკეთებ მეთქი, ქუჩაში ვრჩებოდი ბავშვთან და დემენცია მქონე დედასთან ერთად. და მეგონა რომ ჩემში იყო პრობლემა, ანუ კიდე რაღაცას არასწორად ვაკეთებდი და თურმე რატომ მოხდა ეს ყველაფერი. რომ თქვენ ისიც არ გეთქვათ, იმიტომ ასეთ მწყერზე, იმიტომ ჯამიშვა ღმერთმა, რომ თქვენ ისიც არ გეთქვათ, რომ მე დედას ვუვლი ფულის გამო, რომელიც არ აქვს. დედაჩემს არაფერი არ აქვს ამ დედამიწის ზურგზე. არაფერი. 5 წლის განმავლობაში არანაირი თითქმის არაფერი დახმარება არ ქონდა დედას. იმიტომ რომ საბუთი არ ქონდა მას. კანადაში არ აინტერესებს უსაბუთო თან დემენცია მქონე ადამიანი, ვინც თავიდან უყურებთ ჩემი ვიდეოებს, მიხვდე, იცით ყველაფერი რა გამოვიარე. ახლა მიიღო დედაჩემმა საბუთი. აი ეს ბარათი აქ ცხოვრების უფლება მისცეს და იცით რა გამოვიარე, რომ ეს მიეღო დედაჩემს. ახლა მოგიყვებით. როგორც კი ჩამოვიდა დედაჩემი, ჯერ ხომ არავინ არ იღებდა, იმიტომ რომ არავინ არ იცოდა, ადვოკატს ვეძებთ, ჯერ გავყიდე საქართველოში ბინა, იმიტომ რომ აქ უფასო არაფერი არ ქონდა დედაჩემს, იმიტომ რომ არანაირი საბუთი არ ქონდა, ამიტომ მარტო ტომოგრაფია რო გამეკეთებინა $1500 გადავიხადე, მარტო ერთ გადაღებაში და თქვენ არ იცით რამდენი გადაღება უნდოდა დედაჩემს. ექიმთან ერთი მისვლა $200 იყო და იმის იქით წამლები, იმის იქით რამდენი რამე იცით? ანუ დედაჩემის ექიმთან ის $100, $200, $300, ღმერთო ჩემო, თქვენ არ იცით რა ფასებზე არის. მოკლედ, ბინა გავყიდე ნაწილი. დედაჩემს მივეცი, რატომ ესეც მოყოლილი მაქვს? ნაწილი დედაჩემის გამო ისიც, ხო? არა ჩემ გამო. ნაწილი დედაჩემს მოვახმარე, აქ მთლიანად დედაჩემს და მის ძაღლს. ბუბოს, იმიტომ რომ ბუბოს ჩამოყვანაშიც ფული გადავიხადე. არც ეს ზაღლი არ მივატოვე, ხალხნო, იმიტომ რომ თავად გახლდით, მიტოვებული. მე თავშესაფრით ამოვდივარ ბავშვთან ერთად უპატრონოთა თავშესაფარში ვცხოვრობდი. და ვინმე რომ მითხრას, რომ ხო ქონდა ახლა მცხოვრობო ვიღაცებთან ერთად იხდითო ბინის კურს ფულს. იქ უპატრონოთა თავშესაფარში არ ვიხდიდი ფულს. მაგრამ თქვენ არ იცით იქ რა პირობები არის, ღმერთო ჩემო, რაც არ უნდა და დედათა და იმათა უპატრონოთა თავშესაფარში ვიყავ, მაგრამ უპატრონოთა თავშესაფარში ვიყავ, როგორც არ უნდა დაარქვათ. მე ვიცი ეს, თავიდან ოფისებში მეძინა, იატაკზე მეძინა, ხან სად მეძინა, ხან ქუჩაში რო დავჭი ბავშვთან ერთად. მე გამომივლილი მაქვს, რაც ნიშნავს იყო მიტოვებული მარტო, ამიტომ ძაღლს ვერ გავუკეთე ადამიანებო. ძაღლს, რომელიც მკბენდა, თქვენ არ იცით რა აგრესიული იყო ბუბუ. მაგრამ ვერ მივატოვე, იმიტომ რომ თავად გახლდით მიტოვებული. და დედას მივატოვებდი? არანაირი შემოსავალი არ ქონდა დედას. არა საჭმელს არ ვჭამდი, ხო ეხლაც რა გონია, ეხლაც გადავგვდის თავზე გრეჩი ციციფურა და ვის ვჭამე, რა ქვია, ნიორი. მაგრამ ღმერთს ვენდობი და ღმერთს მივყვები. უფასო ადვოკატი ავუყვანე დედას, უფასო ადვოკატი. იცით რა გააკეთა? ვითხოვდი სახელმწიფოსგან რომ შეცვალა, უნდოდა რომ წაეგო დედას საზამართლო, რომ დაებრუნებინა საქართველოში. თქვენ არ იცით რა გამოვიარე. ვურეკავდი სახელმწიფოს, ვეუბნებოდი რომ ეს ქალბატონი არასწორად იქცევა მეთქი. არა რას ამბობ, ვეღარ შეგიცვლითო, აირჩიეთ всё, არავის არ აინტერესებდა ჩემი დედა.
არცად არ ღებულობდნენ მას. საავადმყოფოში წავიყვანე და დედაჩემს სახლში წამოვიდი, მივედი უკან, წყალი უნდოდა, წყალი არ მისცეს დედას. არავის არ აინტერესებს, შენ დემენცია მქონია და იცი რა მითხრეს? გული თუ გაჩერდება მოაწერე ეს დემენციაო. ოპერაციას რატო უკეთებ ოპერაციას რატო აწვალებო? ქალს დაჩირქებული ქონდა ფეხი. არასწორად გაუკეთდა ოპერაცია და არ ჩადეს გული, მაგრამ რომ მიხდნენ რომ არ ნებდებოდი მეორეჯერ კარგად გაუკეთდა. არავინ არ მომისმინა. მეთქი დაჩირქებული აქვს დედიკოს ფეხი მეთქი. არაო. დღემდე ანტიბიოტიკაზე მყავს ამის გამო. და რას მეუნდებით თქვენმე? დეჭი დღეს ცოცხალი არ იქნებოდა. იცით რა რთული იყო ეს გზა? და თორემ ბუს ვიხეთი ღმერთო როგორ ვტიროდი. ღმერთო რატო ქუჩაში რატო დედასთან ერთად მეთქი? რატო ახლა მაინც რა გიდა მეთქი? და თორმე ამისთვის რომ ესეც ენახე ეჩვენებია ღმერთს თქვენთვის რომ საერთოდ არ სახლი არაფერი არ მოქვს ერთადერთი რაც მოქვს შემოქმედება აი ბატონო ეს ნახატები ისიც იმიტომ რომ დედის დემენცია მივიღე მარტო ამის გამო რომ სუდიდესმა ტკივილმა მარტო სულობა ხალხნო ყველგან დედა დამყავდა დანიელს არაფერს არ ვაკლებდი დედაჩემი მცემდა რომ დამყავდა იმიტომ რომ მათთვის დისკომფორტი იცით რა არის მიირტყავდა მაგრამ არ ვნებდებოდი როგორც ძაღლზე არ დავნებდი ადამიანებო და გამოსწორდა მერე რომ მოვიდა დედაჩემს საავადმყოფოში რო ნახეს დედაო ეს გოგო რა მდგომარეობაში ასე მარტო როგორ უმკლავდები და მერე მოიგო დედაჩემს სასამართლო ახლა მოვიდა საბუთი და დამასიეს მერე დაწერეს რომ ეს გოგო ურთულეს მდგომარეობაში არის იმიტომ რომ ურთულესი არის დედაჩემს ქონდა უმძიმესი დემენცია გესმით ანუ ურთულეს პაციენტთა რიგში არის მიჩნეული მარტო იმიტომ რომ ზე აგრესიული იყო დედა მაგრამ ვერ მივატოვებდი როგორც ხაღლი ვერ მივატოვე ზე აგრესიული იცით სულ დაკმენილი ვიყავი მაგრამ მე გავხდი ძაღლის ლიდერი და შევცვალე უკეთესობისკენ ძაღლი ასევე ვერ მივატოვე როგორ დედას მივატოვებდი ადამიანები მე თავად მიტოვებული თუ არ გამოგიცდეთ ეს არ იცით რა არის არა უშავს დედა ყველაფერი კარგად რას რა მაგალითს მივსევდი ჩემ შვილს ძალიან კარგად იქნები ეს მაგალითს მივსევდი მიტოვების everybody has emotions მადლობა დედა emotions კი ვიცლები ემოციების გამადლობა დედა აი გამოვიშვი ეს მოდი ძალიან მივხვდით რატომ ტირე ახლა მივხვდი ღმერთის ჩანაფიქრს და გაუცემელი ვარ მაგრამ რატომ მე მაინც მაქვს რო კარგი იმისთვის მოხდება რომ რთული იყო რთული რატომ მე რომ მქონდა კითხვები მივხვდი რატომაც მე რატომ ტოვებდა ღმერთი ქუჩაში იმიტომ რომ მე თქვა თქვენთვის ეს ყველაფერი ახლა ორი ადამიანი მოდის ახლა დედაჩემმა რომ საბუთი აიღო ახლა თავს მევლებენ იმიტომ რომ მე არ დავნებდი ის ეხლა ოპერაციას არ უკეთებდნენ ფეხისას დემენცია რაღაც აწვალებო ანუ წამე უნდა გამეშვა თქვენ არ იცით აქ როგორ მდგომარეობაში არიან თავშესაფრებში მე ვიყავი ყველგან და ეხლა მადლობას მიხდიან მომლელები ყოჩახო რომ არ მიატოვეთ დედა თქვენ არ იცით რა მხლა სევდა არისო დემენცია მქონე ადამიანებს შეესიყავთ როგორც ყავდათ დედა ახლა დახმარება იცით ახლა იავარდებით მომიფინა ღმერთმა ცხოვრება გამიადვილა იმიტომ რომ თავის დროზე მე არ დავნებდი შემეძლო წამეყვა ქუჩაში გამომცადა აბა დავტოვებდი ქუჩაში თავშესაფარში ისე მივდიოდი მაგრამ მე რა ერთხელ ხო ვიყავ მეთქი თქვი ვენდე ღმერთ და ამას გიზიარებთ ამას და თქვენ როგორც გინდათ ისე მოიქეცით